საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ორწლიანი წაუგებელი მატჩების სერია დაასრულა. მსოფლიო თასის საგზურის მოპოვების შემდეგ ბორჯღაოსნებმა პირველი შეხვედრა ბუქარესტში რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს და 22-10 დამარცხდნენ. წაგება და მოგება ეს ორივე რამე რო არ არსებობდეს, მაშინ ვერც სიმწარეს გავიგებთ წაგებისას და ვერც სიამოვნებას მივიღებთ მოგებით. ასე რომ არა უშავს თავარია რომ ბიჭო ბოლომდე იბრძოლეს და ყველაფერი გააკეთეს. მე მიყვარს რაგბი. ამ უზუმის გარშემო შეკრებილმა ადამიანებმა ქართული რაგბის მხარდამჭერ კომაკთა კლუბი დააფუძნეს. პრეზენტაცია საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების თამაშამდე ივენთ ჰოლში შედგა. ჩვენ თავარი მიზეზზე ხალხს გავაცნოთ ის ელემენტარული, რომ რა ხდება მოედანზე იცოდნენ. ის რაგბის კომაგობის წესები ვასწავლოთ და ასე და ამგვარად პოპულარიზაცია იქნება უფრო მეტი, რეგიონებში აუცილებლად უნდა გავიდეს. მნიშვნელობა არ აქვს, რაგბია, ფეხბურთია, წყალბურთია, სადაც საქართველოს ნაკრებია და სადაც ჩვენი ქვეყნის დროშა არის და გერბია იქ გულ შემატკივროთ თავიდან ბოლომდე. რუმინელებთან წაგების მიუხედავად ახლად შექმნილი კომაკთა ლიგის წევრები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და მიმდინარე სეზონის დასკუთი მატჩისთვის ემზადებიან. 20 მარტს ტრაბზონში საქართველოს რუსეთს შეხვდება. რაც შეეხება რუსეთთან თამაშს, ალბათ მაშინ კიდევ უფრო მეტ მობილიზაციას შეძლებენ და აჯობებენ თავიანთ გულშემატკივართან ერთად მოწინააღმდეგე გუნდს. ივენთ ჰოლში საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრაზე მისულ გულშემატკივრებს შორის კომაკთა ლიგამ 20 მარტს ტრაბზონში გასამართი მატჩის 15 საგზური გაათამაშა. სხვა 14 გამარჯვებულთან ერთად ტრაბზონში ლუკა ხიმშიაშვილიც იქნება. გამარჯვების იმედი მქონდა, ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე ნომერი 79. იმედი მაქვს საქართველოს ნაკრები მოუგებს რუსეთს და მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით დაასრულებ გამოსვლას. კომაკთა ლიგის წევრები რაგბის გულშემატკივართა ქცევის წესებსაც გაეცნენ და მათი დაცვის შესახებ თანხმობა ოფიციალურად დაადასტურეს.